როდესაც პრობლემა ჩნდება, მხოლოდ მერე ვიწყებთ მკურნალობას. რაც ბუნებრივია ართულებს მკურნალობის პროცესს. მანამდე მკურნალობამ, ანუ პრევენციის მიზნით რა შეიძლება გავაკეთოთ მშობლებმა და რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, როდესაც ფარისებრი ჯირკვალს მიხედვა სჭირდება. კი ბატონო, აუცილებლად ამ ფარისებურ ჯირკვალშიც გამომუშავდება ჰორმონები და სწორედ მათი დეფიციტი იწვევს უკვე იმ სიმპტომატიკას, რასაც ქვია საერთო სისუსტე, ადვილად-დაღლა, თმის ცვენა, დეპრესიული მდგომარეობები ძალიან ხშირად გარდატეხის ასაკის მქონე პაციენტებში ესეთი ბავშვები შეიძლება მოხდნენ კარდიოლოგიური პრობლემები, გულის აჩქარებები, შეიძლება ნებისმიერ სხვა სპეციალისტთანაც მოხდნენ დერმატოლოგიური, ანუ კანზე გამოვლინებები. სხვა სპეციალისტთან მოხდნენ და თუ ეს სპეციალისტი ახლა რა თქმა უნდა პირველი რასაც თუ კარგი სპეციალისტია რასაც ქვია პირველი ითხოვს სწორედ რომ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა გამოვრიცხოთ და თქვათ შევაფასოთ იქიდან ხო არ მოდის ეს სიმპტომატიკა თქვათ იგივე დერმატოლოგიური, გასტროენტეროლოგიური, ფსიქიატრიული, ფსიქოლოგიური და გმინდა გითხრათ რომ ამ ბოლო წლებში შეიძლება ვიღაცას ეჩვენებოდეს გიპერდიაგნოსტიკა, მაგრამ არ მგონია რომ ამას გიპერდიაგნოსტიკა ერქვას, მაინც მეტად მომთხოვნები არიან სხვა სპეციალობის ექიმებიც, იგივე პედიატრებიც ფარისებრი ჯირკვლის მიმართ და ისეთი შორსწასული პრობლემები ფარისებრი ჯირკვლის როგორიც იყო წინა წლებში და მე ჯერ ეს კიდევ მახსოვს ძალიან დიდი ზომის ჩიყვები, როდესაც განვითარების შეფერხება უკვე გამოწვეული ამ ფარისებრი ჯირკვლის პრობლემით ეს შორსწასული ფორმები ფაქტიურად აღარ გვხდება, იმიტომ რომ ამ სიმპტომატიკაზე ამახვილებს ყურადღებას მშობელიც და პლუს პედიატრიც, ოჯახის ექიმიც მეტად მობილიზებული არიან, რაც შეიძლება ადრე იქნეს გამოვლენილი ეს ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია. სამწუხაროდ აი ამ ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიას, განსაკუთრებით ჰიპოფუნქციას, ფუნქციის დაქვეითებით მიმდინარეს, რაც ბავშვთა ასაკში მეტი წილი გვხდება, არ აქვს რაიმე კონკრეტული ერთი სიმპტომი, ახლა რომ ვთქვა, რომ აი გინდა თუ არა ეს ექნება. საკმაოდ ესე ვეძახით, რომ ნიღბებით მიმდინარე დაავადებაა, ანუ როგორც ჩამოგითვალეთ, აი ნებისმიერ სპეციალისტთან ნებისმიერი გამოვლინება შეიძლება ექნეს და აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ ლაბორატორიულ გამოკვლევას, რომ დავადასტუროთ ეს დიაგნოზი.